გიორგი ნადიბაიძე გორიდან. გიორგი, გამოხდი, ვის მიუძღვენი ეს სიმღერა? ჩემს ერთ გულში მოთხოვს. ძალიან კარგი. მე მაინც გონია რომ ობიექტი ყავს, მაგრამ ნუ კარგი. ჯერ მოусმინო ჩიურის. ქალბატონინო რას გვეთქვით? ქალბატონინო? დიახ. კაი ბატონო, რამ ხელაზე ისმის ჩემი ხმა, რა ამბავია? გიო, მე წინა კონცერტზე აღნიშნე რაც უფრო ცნობილი, გამორჩეული და ინდივიდუალურია მომღერალი, მით უფრო რთულია მისი რეპერტუარიდან სიმღერების შესრულება. ჯო კოკერი ძალიან გამორჩეულია თავისი ხმის ტემბრით, თუნდაც სხვა ყველაფერს რო თავი დავანებოთ, იმიტომ რომ როდესაც ასეთი მომღერლის სიმღერას ასრულებ, ძალაუნებურად მსმენელს გიჩნდება იმის სურვილი, რომ შეადარო ორიგინალს და ეძებო ამ ახალ შესრულებაში რაღაც მინუსები. მე აბსოლუტურად თამამად შემიძლია გითხრა, რომ შენმა ნამღერმა გამიქრო ყველანაირი სურვილი, გადარო შენ ორიგინალს და ვეძებო იქ მინუსები. შენ შეასრულე შენი ვერსია, ჩემის აზრით განსხვავებული ემოციურათაც და ჟღერადობითაც და მინუსებზე არ მინდა საერთოდ ლაპარაკი, რომ მომეწონა და რა ვქნა. მადლობა, ქალბატონო მარია, ისმენთ. მოგესალმებით. ყველას მოგესალმებით, ძალიან დიდი სიამოვნებით, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დღევანდელი დღე მიულოცო ყველას და ჩემს ნიკას რაჭველს, ნიკოლოს და ძალიან დიდი სიხარული მინდა გამოვხატო იმის გამო, რომ ქართულ მუსიკალურ სივრცეს დაუბრუნდა არაჩვეულებრივი მუსიკოსი ბატონი ზაზა მარჯანიშვილი თავის მეგობრებთან ერთად. რაც შეეხება გიორგის, მე გადევნებდით თვალყურს თქვენს და საერთოდ პროექტზე, მე მინდა გითხრათ, რომ რაც ახლა ამ წუთში მე მოვისმინე, ეს არის ძალიან დიდი შედეგი უკვე ამ პროექტისა თქვენთან მიმართებაში, მე ასე ვფიქრობ.
მე და ნინომ და ალბათ კიდევ ძალიან ბევრმა გოგონამ დაიჯერა რომ we are just so beautiful მე დავიჯერე და ამიტომ მინდა შეგაქოთ მაგრამ ერთ რამეს გირჩევდით მუსიკალურად, ემოციურად ჩემთვის იყო აბსოლუტურად ყველაფერი ერთიანი და მთლიანი, მაგრამ როცა გიყურებდით, დრო და დრო თქვენ გადიოდით თქვენი მდგომარეობიდან და კვლავ უბრუნდებოდით მას. მოდით ამაზეც ცოტა იმუშავეთ, რომ თავიდან ბოლომდე თქვენი შესრულება თავიდან ბოლომდე თქვენს გარეგნულ შიგთავსთან იყოს აბსოლუტურ, ასე ვთქვათ, კონტექსტში და ეს იქნება ძალიან კარგი. დიდი მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ასეთ შებასებისთვის. ბატონო ნიკოლოზ, რას ვეთყვით? მე რადგან არაერთხელ მივიღეთ დღევანდელ დღესთან დაკავშირებით მოლოცვა ჩემთვის უზურპასეს წმინდა ნიკოლოზის ხსენების დღესთან დაკავშირებით მე მინდა ყველას უღრმესი მადლობა გადავუხადო ჩემი და ყველა ნიკოლოზის სახელით მე მინდა დღევანდელი ლაივ ტურის წინ გიორგის გამოსვლის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ვთქვა მე მაგალითად, როდესაც არ ვიცოდი სპეცშეგნებულად არ მოусმინე რეპეტიციას და როდესაც ვიცოდი რომ You are so beautiful ასრულებდა გიორგი, ცოტათი ვეჭვობდი რომ ეს მომეწონებოდა, იმიტომ რომ მართლა ძალიან მიყვარს ეს სიმღერა და მგონია რომ ისე როგორც კოკერის ხმას შეიძლება არაფერს და არავის არ მოუხდეს, მაგრამ სასიამოვნო მოულოდნელობა იყო დღევანდელი შესრულება, იმიტომ რომ აღმოჩნდა რომ თუ კი ნიჭიერი ადამიანი მოკიდებს მასალას მუსიკალურს ხელს, რა ტემბრის და რა ხასიათიც არ უნდა ჰქონდეს, ის მაინც ახერხებს თავისი თქვას და მოაწონოს თუნდაც ჩემნაირ მეტნაკლებად კრიტიკული ყურის მქონე ადამიანს. ასე რომ მე დღეს დავეთანხმები მაიას და დავეთანხმები ნინოს, იგრძნობა საგრძნობლად კარგი ზრდა, პროექტი მუშაობს პირველ რიგში მონაწილეებისთვის და შენთვის, ასე რომ გაუმარჯოს გიორგის დღევანდელ ნამღერს. დიდი მადლობა. გაუმარჯოს. ძალიან კარგია რომ გიორგი არის საქართველოს ვარსკვლავის ტოპ 5-ში და სხვათა შორის ის თქვენ მოიყვანეთ აქამდე, მაგრამ პროექტის წესების თანახმად დღესაც ერთი კონკურსანტი დაგვაკლდება და თითოეულმა მათგანმა გიორგის ჩათვლით ძალიან რთული გზა გამოიარა. აქამდე იყო ძალიან რთული ტურები, კასტინგი და ასე შემდეგ. ისინი ძალიან ახლოს არიან მიზანთან, რომ მოხვდნენ ფინალურ სამეულში, სულ რაღაც 2 კონცერტი დარჩა, ამიტომ გააქტიურდით და უგულს შემატკივრეთ, რომ აიხდინოს მან თავისი ოცნება და აურეკეთ ნომერზე 09 335. აქტიურად. რა საკვირველია მით